რონ სიმონსის სიტყვებით. ჭანდაბა. აი ამას იხურებდნენ რუსი ჯარისკაცები. ოღონდ აქ სხვა ტიპის კაშხალი იწვევდა პრობლემებს. ეს კაშხალი ბელგოროდში წყალსაცავში წყლის მოვარდნას უშლიდა ხელს. რაც კაშხლის დანიშნულება. უკრაინამ ეს დაინახა. და მათ იდეა მოაფიქსდათ. დაარტყი კაშხალს და რუსებს წყალი წაიღებს. ზუსტად ეს გააკეთა უკრაინამ. დრონით განხორციელებულმა დარტყმამ რუსული კაშხალი უზარმაზარ იარაღად აქცია და შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ პუტინსა და მის გარემოცვას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. 20 ივლისს პეპელ ბელგოროდის ტელეგრამ არხმა ეს ამბავი გაავრცელა. უკრაინამ ახლახან განახორციელა გამანადგურებელი დრონით დარტყმა, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა ბელგოროდის შებეკინსკის რაიონში მდებარე კაშხალს. კაშხალი მდებარეობს ბელგოროდის მთავარ წყალსაცავზე და ჩანს, რომ უკრაინა მის 19 ივლისს დაარტყა მიზანში. და ეს ყველაფერი არ არის. როგორც იგივე არხმა გაავრცელა, კაშხლის შევსებისა და აღდგენის მცდელობებს კიდევ უფრო აფერხებს დრონები, რომლებიც აგრძელებენ თავდასხმას თავად კაშხალზე, ისევ როგორც პერსონალზე და ტექნიკაზე, რომლებიც მას უახლოვდებიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინის თავდასხმები არ შეჩერებულა. მისმა დრონებმა მოახდინეს იმ ზიანის უმეტესი ნაწილი, რაც მათ სურდათ მიეყენებინათ. შემდეგი ამოცანაა რუსეთისთვის შეკეთების აღკვეთა და დარტყმების მიყენება ნებისმიერ სამხედრო პერსონალზე, ვინც ძალიან ახლოს მივა. უკრაინას სურს, რომ წყალი განაგრძობდეს დინებას და როგორც მალე გაიგებთ, წყალი უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა რუსეთისთვის. მაგრამ ჯერ ზიანს შევხედოთ. მედუზა იუწყება, რომ კაშხლის დაახლოებით 30 მეტრიანი წყალსაშვის მონაკვეთი დაზიანდა დრონით თავდასხმის შედეგად და წყალი შემაშფოთებელი სიჩქარით მიედინება. წყალსაშვები არის უსაფრთხოების ნაგებობები, რომლებიც ან კაშხლის ნაწილად, ან მის გვერდით არის აშენებული და გამოიყენება იმისთვის, რომ წყლის რეზერვუარის შევსების შემდეგ წყლის ჭარბი რაოდენობა უსაფრთხოდ გაიყვანონ რეზერვუარიდან. აქ მთავარი საკითხი კონტროლია. წყალი მაინც გადადის კაშხალზე, მის გარშემო ან მის გავლით, მაგრამ ისე არის მიმართული, რომ არ გამოიწვიოს არანაირი პრობლემა. ბელგოროდის კაშხალმა ფაქტობრივად დაკარგა ერთ-ერთი წყალსაშვი, რაც ნიშნავს, რომ წყალი, რომელსაც ის უნდა ეკონტროლებინა, აღარ მიემართება იქ, სადაც საჭიროა. ამის გარდა ჩანს, რომ უკრაინამ პირდაპირ დარტყმა მიატენა გზას, რომელიც კაშხლის თხემზე გადის. გზის დაზიანება, რა თქმა უნდა, წყალდიდობას არ იწვევს. თუმცა ეს ბევრად ართულებს რუსული სარემონტო ჯგუფებისთვის დაზიანებულ წყალსაშვამდე მისვლას. მათ უწევთ გზის გარშემო მოძრაობა, რათა მივიდნენ საჭირო ადგილას. ეს მარტივი საქმე არ არის, რადგან კაშხლის ზედა ნაწილი საკმაოდ ვიწროა. ჩვენ ასევე ვახსენეთ შემდგომი შეტევები. AA-ს 20 1 ივლისის ანგარიში ნათქვამია, რომ მთავარი ერიშის შემდეგ გაშვებული დრონები კიდევ უფრო აზიანებენ ბელგოროდის კაშხალს. ჰიდრავლიკური აღჭურვილობაც დაზიანდა, რამაც გამოიწვია წყლის კიდევ უფრო ნეკონტროლირებადი გამოშვება, რაც დაემატა გადაღვრის არხის განადგურებით გამოწვეულს. ბელგოროდში ახლა გაფრთხილებები ისმის. ხელისუფლება აფრთხილებს, რომ თუ შემდგომი შეტევები განხორციელდება, შეიძლება კაშხლის უფრო სერიოზული გარღვევა მოხდეს, რაც შეიძლება რამდენიმე დასახლების დატბორვას და ათასობით ადამიანის ევაკუაციას გამოიწვევს. ეს უკვე საკმაოდ ახლოსაა განხორციელებასთან. მილიტარნი დამატებით დეტალებს გვაწვდის და აღნიშნავს, რომ წყლის პირველმა ტალღამ მიაღწია ნეჟა-გოლის მდინარეს, რომელიც შებეკინოსთან ახლოს მიედინება. ის სწრაფად ივსება იმ დონემდე, რომ უკვე ნაპირს გასცდა. ამ მდინარის ნაპირზე არსებული ინფრასტრუქტურა და შენობები უკვე წყლით ივსება. და სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს, რადგან უკრაინა შეტევას აგრძელებს. მახლობელ ბეზლიადოვკაში, რომელიც ამ მდინარის ქვემოთ მდებარეობს, ჩვენ ასევე ნახეთ, რომ წყლის დონე გაიზარდა და პოპადის ქუჩაზე, ამ მიდამოებში, მაცხოვრებლები იუწყებიან ტბის წარმოქმნაზე, რაც მანქანებისა და ფეხით მოსიარულეთათვის გასვლას ძალიან ართულებს. ბელგოროდის მაცხოვრებლებს ამ წყალდიდობასთან შეგუებული უნდა ჰქონდეთ. ეს მათ უკვე ადრეაც გადახდენიათ. უკვე 2025 წლის ოქტომბერში უკრაინამ მსგავსი დრონით თავდასხმა განახორციელა იმავე ბელგოროდის კაშხალზე, რომელსაც 19 ივლისსაც დაარტყა. მაშინაც მსგავსი სტრატეგია ვიხილეთ. დრონით თავდასხმის შედეგად კაშხალში გარღვევა მოხდა, რამაც მდინარის წყლის დონის აწევა გამოიწვია. შემდეგ უკრაინამ დამატებითი დარტყმები განახორციელა, რათა შეეჩერებინა სარემონტო სამუშაოები და მეტი უკონტროლო წყალი გაეშვა მიმდებარე რეგიონებში. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ დაადასტურა, თუ რომელი უკრაინული დანაყოფი ახორციელებდა დარტყმას და ისაუბრა მიყენებულ ზიანზეც. დღეს ბელგოროდის წყალსაცავში ბზარი გაჩნდა. საწყისი დარტყმის შემდეგ წყლის დონე 100 სანტიმეტრით დაეცა. დარტყმა განახორციელეს უპილოტო სისტემების ძალების პირველი ცალკეული ცენტრის ჩიტებმა, განაცხადა ბროვდიმ. სატელიტური ფოტოებიც გამოჩნდა ოქტომბრის დარტყმის შემდეგ, რაც აჩვენებდა, რომ წყალდიდობის მასშტაბი დრამატული იყო. ბეზლიადოვკას მიმდებარე ტერიტორია წყლით დაიფარა, რაც იმას ნიშნავს, რომ დასახლება თითქმის გარშემორტყმული იყო. ექსელ ეგზონოვა პლუსმა განაცხადა. იმავე წყარომ აღნიშნა, რომ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი საეჭოდ ჩუმად იყო ამ ყველაფერზე, რაც როგორც ტელეგრამის არხი ამბობს, ნაგავი ცდილობს ინციდენტი საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებით ჩაახშოს. ამჯერად ასე არ მოხდა. უარყოფა შეუძლებელია იმ ზიანის, რაც უკრაინამ ბელგოროდის კაშხალს ივლისის თავდასხმით მიაყენა და გაფრთხილებების შესაძლო ევაკუაციის შესახებ უკვე გაიცემა.
ოქტომბრის დატომის შემდეგ კაშხალზე ახლომდებარე წყალსაცავში წყლის დონე 1 თვეზე მეტხანს დაბალი დარჩა. უკრაინა იმედოვნებს, რომ ამჯერადაც მსგავსი შედეგი იქნება. ამ ეტაპზე შეიძლება რამდენიმე შეშფოთება გიტრიალებდეთ თავში. როგორც ჩანს, უკრაინამ დაარტყა სამიზნეს, რომელსაც ბევრი სამოქალაქო ობიექტად მიიჩნევს. მართლა, სწორედ ბელგოროდის კაშხლის გარშემო მდებარე დასახლებებია დაუყოვნებლივ დაზარალებული და რუსეთი ცდილობს ეს დარტყმა უკრაინის უპილოტო ძალების ტერორისტულ თავდასხმად წარმოაჩინოს. უკრაინა ამ შეშფოთებას ორ არგუმენტით უპასუხებდა. ეს შურისძიებაა და ბელგოროდის კაშხალს სამხედრო თვალსაზრისით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ბევრს გონია. შურისძიების მხრივ რუსეთისთვის კაშხლების განადგურება უცხო არ არის. თუ ფიქრობს, რომ ეს რაიმე ფორმით აამნებს უკრაინას. შეგვიძლია სულ შეჭრის დასაწყისში დავბრუნდეთ, რომ დავინახოთ. 2022 წლის სექტემბერში რუსულმა რაკეტებმა დაარტყეს რეზერვუარის კაშხალს სამხრეთ უკრაინულ ქალაქ კრივი-რიში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს თავდასხმა ტერორისტულად შეაფასა. მან აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ კაშხალს საერთოდ არ ჰქონდა სამხედრო მნიშვნელობა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთს არ ჰქონდა არანაირი გამართლება მის დასარტყმელად. ეს ასე არ არის ბელგოროდის კაშხალთან დაკავშირებით, როგორც მალე გაიგებთ. თითქმის 1 წლის შემდეგ, 2023 წლის ივნისში, ხერსონში კახოკის ჰიდროელექტროსადგური განადგურდა. ეს კაშხალი, რომელიც დნეპრის მდინარეზე მდებარე 6-დან ერთ-ერთია, აკავებდა ისეთ დიდ რეზერვუარს, რომ ადგილობრივები მას კახოკის ზღვას ეძახიან. იმდენად დიდია, რომ ზოგ ადგილას მეორე ნაპირს ვერ ხედა. ეს თავდასხმა ცოტა უფრო რთული იყო, ვიდრე წინა კაშხალზე თავდასხმა. ნატომ და უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულეს კაშხლის განადგურებაში. მაშინ, როცა რუსეთი ამტკიცებდა, რომ ზიანი უკრაინის დარტყმამ გამოიწვია, როგორც მაშინ BBC ითხოვინებოდა. ეს უკანასკნელი ნაკლებად სავარაუდოა. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინამ საკუთარი ინფრასტრუქტურა დაარტყა, მაგრამ ამით ათასობით საკუთარი მოქალაქის სიცოცხლესაც საფრთხეში ჩააგდებდა. გარდა ამისა, BBC-ს თქმით, კაშხალი სპეციალურად აშენდა იმისთვის, რომ ძლიერი გარე დარტყმა გაეძლო. ამიტომ მისი სრული განადგურება უფრო სავარაუდოა რაუდოა, რომ შიდა აფეთქებამ გამოიწვია. და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა ის რეგიონი, სადაც კაშხალი მდებარეობდა, ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ თავად რუსეთმა ააფეთქა კაშხალი, შესაძლოა ცრუ დროშის ოპერაციის მცდელობის სახით. საუბარი იმაშია, რომ რუსეთს კაშხლებზე თავდასხმაში გამოცდილება აქვს. უკრაინისთვის ბელგოროდის კაშხალზე 19 ივლისს განხორციელებული დარტყმა საფასუხო ქმედებაა. თუ რუსეთს შეუძლია ეს დაუსჯელად გააკეთოს, მაშინ უკრაინაც შეძლებს კაშხლებზე შეტევას, რათა ომი რუს ხალხს დაუბრუნოს. თუმცა როგორც ხშირად ხდება უკრაინის დარტყმების შემთხვევაში, ეს ბოლო თავდასხმა მხოლოდ შურისძიებას არ ეხებოდა. რუსეთის განცხადებების მიუხედავად, ბელგოროდის კაშხალს სამხედრო დანიშნულებაც აქვს, რაც მას უკრაინისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს. სანამ ავხსნით, რა დანიშნულება აქვს მას, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ ახსი არ გამოწერილ ხართ, რას ელოდებით? ჩვენ ყოველდღიურად გთავაზობთ ვიდეოებს, რომლებიც აშუქებენ უკრაინის ომში და სხვა გლობალურ სამხედრო მოვლენებში ბოლო განვითარებებს. უკრაინის დარტყმით, მხოლოდ ბელგოროდის კაშხალთან მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალებულა. რუსეთს ამ ტერიტორიაზე ბრიგადები ჰყავს განთავსებული. სინამდვილეში 4 ბრიგადა. მათგან უმეტესობა განთავსებულია სოფელ გრაფიუკასთან ახლოს, რომელიც მდებარეობს მდინარის ქვედა წელში, რომელიც ნაპირებიდან გადმოდის უკრაინის დრონების თავდასხმების გამო. ეს ფაქტი გავიგეთ უკრაინის 2025 წლის ოქტომბრის თავდასხმის დროს კაშხალზე, როდესაც RBC უკრაინამ გაამჟღავნა. შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ დააზარალა ბუნკერების სერია, რომელსაც იყენებდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების 68, 116, 128 და 136 ბრიგადები. ეს სრულიად ახალ პერსპექტივას სცემს უკრაინის ბოლო ბელგოროდის კაშხალზე თავდასხმას. გახსოვდეთ, ბელგოროდი საზღვრისპირა რეგიონი. მისი სიახლოვე უკრაინასთან მას მთავარ ადგილად აქცევს, საიდანაც შესაძლებელია დარტყმების განხორციელება და ჯარისკაცების შეყვანა უკრაინის მთავარ ტერიტორიაზე. 4 სრული ბრიგადა, რომლებიც კაშხლის ქვემოთ იმყოფებიან, უბრალოდ ასე უმიზეზოდ ბელგოროდში არ სხედან. ისინი იქ მიზნივად იმყოფებიან. ხა შეიძლება იყოს ეს მიზანი. 100%-ით ნათელი არ არის. თუმცა ვიცით, რომ რუსეთმა ბელგოროდი უკრაინაზე თავდასხმების დასაწყებად გამოიყენა. 4 ხიდის გადაადგილება, თუნდაც ეს ბრიგადები წყალდიდობით არ განადგურებულიყვნენ, იწვევს დეზორგანიზაციას და ქაოსს, რაც მხოლოდ კარგი რამაა უკრაინული საბრძოლო მოქმედებების თვალსაზრისით. აქ კიდევ ერთი ასპექტია გასათვალისწინებელი და ის უკავშირდება იმას, რაც ახლა ბელგოროდის კაშხლიდან მასობრივად გამოედინება. წყალი. ახლა შეიძლება იფიქროთ, რომ უკრაინის მთავარი მიზანი კაშხლის შეტევით იყო ის წყალდიდობა, რაც შედეგად მივიღეთ. ეს ნამდვილად ნაწილია, მაგრამ უფრო დიდი ამბავია, როცა საქმე ეხება იმ რუსულ წყალს, რომელიც ახლა კაშხლიდან მიედინება. იმ ამბის გასაგებად ისევ დავბრუნდეთ 2025 წლის ოქტომბრის ბელგოროდის კაშხალზე თავდასხმასთან. იმ დროს რუსეთი ცდილობდა მეტი ტერიტორია დაეკავებინა უკრაინის ვოჩანსკის რეგიონში. 26 ოქტომბრისთვის პუტინი ამტკიცებდა, რომ რუსეთს რეგიონის დაახლოებით 70% ეკავა. მისი ამოცანა ამ ეტაპიდან იყო მდინარე ვოვჩის გადაკვეთა. ეს პრობლემა იყო. როცა ეს მდინარე მიედინება, რუსეთს ჯოჯოხეთური სირთულეები ექმნება მის გადაკვეთაში. თუმცა ძალიან მშრალმა ზაფხულმა უკრაინაში გარკვეული პრობლემები გამოიწვია, როგორც იმ დროს უკრაინის მე-16 არმიის კორპუსის განცხადებაში იყო ნათქვამი. მტერმა სცადა შესაძლებლობის ფანჯარას სრულად გამოეყენებინა. მშრალი პერიოდისა და უკიდურესად ცხელი ზაფხულის შემდეგ სივერსკი, დონეცისა და ვოჩას მდინარეები დაშლილიყო, რაც მოწინააღმდეგისთვის
მისთვის ლოგისტიკას ამარტივებდა. ამავე დროს რეზერვები დაგროვებული იყო და ხეებზე ჯერ კიდევ საკმარისი ფოთლები იყო. საერთო ჯამში ამან ვოვჩანსკის მიმართულებით აქტიობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, როგორც კორპუსის განცხადებაში იყო ნათქვამი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მდინარე ვოჩის წყლები იკლებდა და ეს რუსეთს თითქმის აძლევდა საშუალებას გაცილებით მარტივად და სწრაფად გადაეკვეთა მდინარე. და თუ ეს გადაკვეთა მოხდებოდა, რუსეთი შემდეგ შეძლებდა ვოვჩანსკში უფრო ღრმად შეღწევას. ბელგოროდის კაშხლების საფეთქებამ წყალი იმდენად შორს გააქანა, რომ ამოავსო მდინარეები, რომლებიც შრობის პირას იყვნენ. რუსეთის ნებისმიერი გეგმა გადასასვლელად ჩაიშალა. გადავიდეთ 2026 წლის ივლისში და რაღაც მსგავსი, როგორც ჩანს უკვე მოხდენის ზღვარზეა. უკრაინას ისევე როგორც ევროპის დიდ ნაწილს, ზაფხულის დიდი ნაწილის განმავლობაში სიცხის ტალღები დაატყდა თავს. სინამდვილეში მაისის ბოლოს უკრაინას სიცხით ევროპის დიდ ნაწილს უსწრებდა. ბევრ რეგიონში ტემპერატურა 30 გრადუს ცელსიუსს აჭარბებდა. შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი სიცხის ტალღები დაფიქსირდა, რაც კიდევ უფრო დიდ დატვირთვას აკანებს უკრაინის ისედაც პრობლემურ ენერგოსისტემას. ევრონიუსი იტყობინება. მაგრამ უკრაინის უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს თავისი ჯარის გადაყვანას ვოჩას მდინარეს. პუტინის ჯარისკაცებმა იმ მდინარის წყლები სიკვდილის მახედ მონათლეს. მათ კვლავ აიძულებენ გადაკვეთას, ხშირად 2-3 კაციან ჯგუფებად. იმ იმედით, რომ მიუახლოვდნენ უკრაინულ პოზიციებს მეორე მხარეს. იმ მდინარის გადაკვეთა მნიშვნელოვანია ნებისმიერი რუსული მცდელობისთვის, რომ უფრო ღრმად შეიჯრან როგორც ვოჩანსკში, ასევე მთლიანად ხარკოვის რეგიონში. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ჩანს, რომ უკრაინამ უბრალოდ გაიმეორა ოქტომბრის დარტყმა ბელგოროდის კაშხალზე, რათა უზრუნოოს, რომ წყალი კვლავ მიედინება მდინარეში, რომელიც რუსეთის ჯარისკაცებს აფერხებს. წყალდიდობა, რომელიც 4 ბრიგადას აზიანებს, შესანიშნავია, მაგრამ თუ უკრაინა შეძლებს ამ შეტევით რუსეთის ჯარისკაცების ვოვჩას მეორე მხარეს დარჩენას წლის ბოლომდე, ეს კიდევ უფრო დიდი გამარჯვებაა უკრაინის ტერიტორიის გრძელვადიანი დაცვის პერსპექტივიდან. ასე რომ ბელგოროდის წყალსაცავზე კაშხლის განადგურება არ არის ის ტერორისტული აქტი, როგორსაც რუსეთს უნდა რომ აღიქოთ. ამ კაშხლის განადგურებას რამდენიმე სამხედრო მიზანი აქვს. მიუხედავად ამისა, ყველაფრის თქმის შემდეგ ვერ დავაიგნორებთ ფაქტს, რომ ეს დარტყმა ბელგოროდში მშვიდობიან მოსახლეობასაც შეეხება. და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას არ აქვს განზრახვა პირდაპირ შეუტიოს ამ მშვიდობიან მოსახლეობას, ის ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთის მოსახლეობაზე ზეწოლის მოხდენა კიდევ ერთი ლეგიტიმური სამხედრო ტაქტიკაა, რომელსაც ახლა იყენებს. როგორ? ბელგოროდში თავდასხმების ფსიქოლოგიური გავლენა რეგიონის მოსახლეობაზე კიდევ უფრო ზრდის ზეწოლას პუტინზე, რომ დაასრულოს უკრაინაში შეჭრა. სამართლიანია ითქვას, რომ ბელგოროდის მოსახლეობა უფრო მეტად დაღლილია პუტინის, თითქოს და უსასრულო ომის ცხურულით, ვიდრე სხვები. საზღვრისპირა რეგიონში მცხოვრებლებმა წლები გაატარეს იმით, რომ ომი უკრაინის მხრიდან ისევ მათ კართან დაბრუნდა. 2023 და 2024 წლებში ორჯერ უკრაინული ძალები შევიდნენ ბელგოროდის სოფელ კოზინკაში, რის შედეგადაც სოფლის ნაწილი ბრძოლებში განადგურდა. ქალაქში, რომელმაც ოლქს სახელი მისცა, აშენებულია ბომბის თავშესაფრები. მნიშვნელოვან შენობებზე ანტიდრონული ბადეებია გადაფარებული, ხოლო ავტობუსის გაჩერებებზე ბარიკადებიც კი დგას. ყველაფერი დროებითად ითვლება, თუმცა სულ უფრო მეტად მუდმივ ნიშნებად იქცევა იმისა, რომ ომი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა დაიწყო, ისეთი ერთხვრივი არ არის, როგორც ის ამტკიცებდა. ახლაც კი ბელგოროდის მსხორებლებს კვლავ უწევთ პუტინის ომის გამო ტანჯვა. 7 ივლისს უკრაინის ახალი ხმა იტყობინებოდა, რომ წყლის დეფიციტი და ელექტროენერგიის გათიშვები გამოწვეული იყო ღამის თავდასხმით, რომელმაც რამდენიმე ხანძარი გამოიწვია ბელგოროდ ლაინერის მთავარი გაზსადენების საწარმოო მართვის ობიექტზე. ასეთ შემთხვევები ბელგოროდის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ყოველდღიურობად იქცა და ბევრი მათგანი უკრაინის ბოლო თავდასხმას, რომელმაც კაშხალი გაარღვია აღშფოთებითა და გაღიზიანებით შეხვდება. კიდევ ერთი სიგნალი იმისა, რომ პუტინის ომი რუსეთსაც მისწვდა. შეიძლება იფიქროთ, რომ ის გაღიზიანება და აღშფოთება, რომელზეც ახლახან ვახსენეთ, უკრაინისკენ არის მიმართული. ბოლოს და ბოლოს სწორედ ისინი ახორციელებენ თავდასხმებს ბელგოროდზე. თუმცა ასე არ ჩანს. ბელგოროდის ომით დაღლილი მცხოვრებლები უბრალოდ მთლიანად ომით არიან დაღლილები და ბევრ მათგანს პუტინზე გაცილებით მეტი ბრაზი აქვს, ვიდრე უკრაინაზე. ამის ნიშნები ყველგან ჩანს. იანვრის 28-ის ანგარიში The Economist-მა გამოავლინა, რომ ადგილობრივმა საინფორმაციო ვებგვერდმა სახელად ფონერმა ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც ბელგოროდის მცხოვრებლებს პუტინის ომის შესახებ სხვადასხვა კითხვა დაუსვეს. დაახლოებით 25%-მა თქვა, რომ ისინი განადგურებულები და იმედგაცრუებულები იყვნენ, რომ ეს საერთოდ მოხდა. მსგავსი რაოდენობის ადამიანებმა განაცხადეს, რომ ომმა მათი ცხოვრება შეჩერა. მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო შედეგი მივიღეთ იმ კითხვაზე, სადაც რესპონდენტებს კითხეს, დახმარება აღმოუჩენიათ თუ არა ომის რუსი მონაწილეებისთვის. ხოლო 6%-მა თქვა, რომ დახმარება აღმოუჩენია. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბევრ ბელგოროდელ ადამიანს ომი თავიდანვე არ დაუჭერია მხარი. და შესაძლოა ზოგიერთმა მათგანმა ისიც კი იფიქროს, რომ უკრაინის მოქმედებები აუცილებელი ბოროტებაა, რათა კონფლიქტი დასრულდეს. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავბრუნდეთ 2023 წლის მაისში და გავიხსენოთ საინტერესო სტატია ჟურნალ Newsweek-ში. გამოცემამ გააშუქა ანტონ გერაშჩენკოს კომენტარები, რომელიც იმ დროს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. გერაშჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის თავისუფლების ლეგიონის წევრები, რომელიც არის პარამილიტარული ჯგუფი და შედგება პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი რუსეთის მოქალაქეებისგან, უთხრეს მას, რომ ბელგოროდში ზოგიერთი ადამიანი საინტერესო მოთხოვნებს აყენებდა.
ჩვენთანაც კი მივიდნენ ბელგოროდის მცხოვრებლები, თხოვნით, რომ რეგიონში სამშვიდობო ოპერაცია ჩაგვეტარებინა, რადგან რა თქმა უნდა, მათ უკვე მობეზდათ, რომ მათ ბომბავენ, განაცხადა ლეგიონის წევრმა. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივები თხოვდნენ ჯგუფს, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, გაეკეთებინათ ყველაფერი, რაც შეეძლო. მათ შორის ბელგოროდის ტერიტორიაზე შესვლაც კი, მათა შეეჩერებინათ ბრძოლა. ფაქტობრივად უკრაინის მხარდამჭერების მხრიდან მეგობრული შეჭრა. ეს არასდროს გაახორციელდა, მაგრამ ეს ყველაფერი უკრაინის ბელგოროდზე დალთმებს ახალ და საინტერესო კონტექსტში აფენებს. რუსეთს სურს უკრაინა აგრესორად წარმოაჩინოს. თუმცა როგორც ჩანს, ბელგოროდში ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერა ბევრად ნაკლებია, ვიდრე კრემლს სურს დაიჯეროს. მრავალი ადამიანი ამ რეგიონში თავს მიტოვებულად გრძნობს რუსეთის მხრიდან, რადგან ბელგოროდის აშკარა სამხედრო მნიშვნელობისა და მისი სასაზღვრო რეგიონის სტატუსის გამო მათ უწევთ უკრაინული თავდასხმების ატანა, რაც მას უმეტესობასთან შედარებით უფრო ადვილ სამიზნედ აქცევს. უკრაინა ძალიან კარგად აცნობიერებს ამ ფაქტს. კიევ-პოსტი იწვება, რომ ბროდი თავადაც მიუთითებს უკრაინის სტრატეგიებზე, რომლებიც გულისხმობს რუსი ხალხის გაღიზიანებას, რათა პუტინზე ზეწოლა მოახდინა. ბროვდიმ განაცხადა, რომ სურს გააძლიეროს ნეგატიური განწყობა რუსეთის შიგნით, რაც შესაძლოა დაძაბულობის ზრდას გამოიწვევს და ქვეყანაში დესტრუქციულ პროცესებს შექმნის. ეს ნეგატიური განწყობა, როგორც ჩანს, იზრდება არა მხოლოდ ბელგოროდში, არამედ მთელ რუსეთში. 1 ივლისის ანგარიშში TVP World-მა განაცხადა, რომ უკრაინაში დაფუძნებულმა რუსეთის კონფლიქტოლოგიისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა 100600 რუს რესპონდენტთან. მათგან 91%-მა განაცხადა, რომ ხარს დაუჭერდა ომის დასრულებას უკვე ხვალ, თუ ასეთი შესაძლებლობა იქნებოდა. და 58%-მა თქვა, რომ ომის დასრულება უნდა იყოს პუტინის მთავარი პრიორიტეტი, რაც მისცემს მას საშუალებას ყურადღება გაამახვილოს რუსეთის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. დასასრულს 73%-მა რესპონდენტმა განაცხადა, რომ ისინი მეორე მობილიზაციის ტალღას წინააღმდეგი იქნებოდნენ, რაც მიუთითებს, რომ უმეტესობა ურჩევნია ომის დასრულება მშვიდობის მოლაპარაკებების გზით, ვიდრე კიდევ უფრო მეტი ბრძოლით. ეს ყველაფერი ისევ ბელგოროდის წყალსაცავზე მდებარე კაშხალთან გვაბრუნებს. კიდევ ერთი თავდასხმა ამ კაშხალზე აშკარა სამხედრო მიზანს ემსახურება. სინამდვილეში რამდენიმე მიზანს. მაგრამ ალბათ დარტმის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ ის კიდევ უფრო აბრაზებს უკვე ომით დაღლილ მოსახლეობას ბელგოროდში პუტინზე, იმის გამო, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩააყენა ისინი და შემდეგ თითქოს ბედის ანაბარა დატოვა. ვინ იცის, ბელგოროდი შეიძლება პირველი რუსული რეგიონიც კი გახდეს, რომელიც პუტინის წინააღმდეგ ღიად გამოვა პროტესტის ნიშნად. მისი მცხოვრებლები, როგორც ჩანს, არადანაშაულებენ უკრაინას თავიანთ მდგომარეობაში. ყველაფერში რაც ხდება, მათი ლიდერია პასუხისმგებელი. თუ ასეთი ტიპის თავდასხმები გაგრძელდება, ამ ლიდერზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლა იქნება. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, პუტინი არ გაჩერდება, სანამ იმას არ მიიღებს, რაც უნდა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს დასჭირდება, რამდენი ადამიანიც არ უნდა დაიღუპოს და რამდენად დიდ არეულობასაც არ უნდა შექმნას რუსეთში. საკუთარი მემკვიდრეობის დასამკვიდრებლად, სასოწარკვეთილმა პუტინმა საბოლოოდ რუსეთი გლობალურ არენაზე უფრო სუსტ მდგომარეობაში ჩააყენა, ვიდრე ოდესმე ყოფილა მისი მმართველობის პერიოდში. თუ გსურთ გაიგოთ რატომ, უყურეთ ჩვენს ვიდეოს, სადაც განვიხილავთ ყველა მიზეზს, თუ რატომ იყო უკრაინაში შეჭრა პუტინის ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება. და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ სამხედრო შოუ და დააწკაპუნეთ შეთქობინების ზარზე, რათა არ გამოგრჩეთ ჩვენი ანალიზი და უახლესი მოვლენების გაშუქება უკრაინის ომში. და მადლობა ყურებისთვის.